პირველი ინტერვიუ მოქალაქესთან, რომელსაც რეჟიმის წარმომადგენლები თავს ჯგუფურად დაესხნენ ლაშა გაბიტაშვილმა, აბუ-დაბიში მომხდარი რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა. ის ადასტურებს, რომ ოცნების წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ. მისივე თქმით, ზარქუა, სანიკიძე და სხვები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ. სალომე ლაბაძე ინტერვიუს დეტალებით აგრძელებს ფორუმის ვიце-პრეზიდენტი საუბარს. დავიწყოთ იმით, რითიც იწყება კიდეც ლაშა გაბიტაშვილის ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან. ის როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა საქართველოში და გაბიტაშვილი აღნიშნავს, რომ თავს არც უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც უსაფრთხო ახლა საქართველოში ცხოვრება არ არის არც ერთი იმ ადამიანისთვის, რომელიც რეჟიმის კრიტიკით გამოირჩევა. რაც შეეხება აბუ-დაბიში მომხდარს, როგორც გაბიტაშვილი იხსენებს, მან თავიდან ირაკლი ზარქუასთვის მხოლოდ კრიტიკული კითხვების დასმასა და რასაც მოჰყვა ეგრეთ წოდებული დეპუტატის გაღიზიანება და მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდს, ესეც ლაშა გაბიტაშვილის განმარტებით დაიწყეს სწორედ ზარქუამ და მისმა თანხმლებმა პირებმა, რომელსაც შორისაც მან ამოიცნო ასევე გელა სამხარაული და ვიქტორ სანიკიძე. რაც შეეხება გიორგი გოგოლაძეს, რომლის ნასროლი თეფშის შედეგადაც მიადგა დაზიანება სასტუმროს თანამშრომელს, მისი იდენტიფიცირება გაბიტაშვილის განმარტებით აბუ-დაბის პოლიციამ მოახერხა. პოლიცია თავად გამოვიძახეო, ამბობს გაბიტაშვილი და აღნიშნავს იმასაც, რომ მას პოლიციას ესაუბრებოდა ჯგუფური და წინასწარ ორგანიზებული თავდასხმის შესახებ. სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს, როგორც ირკვევა, ზარქუა, სანიკიძე და უკვე მოგვიანებით გაბიტაშვილიც, თუმცა ამ დეტალებზე უკვე მოგვიანებით საუბრობს ინტერვიუში გიორგი გაბიტაშვილი. ინტერვიუს პირველ ნაწილში კი დეტალურად იხსენებს დაპირისპირების ეპიზოდებს. ეს თემა გადაიღო წინასწარ, იმიტომ რომ ამ ვიდეოში რო იღებს შეურაცხყოფას მაყენებს რა, ის ვინც იღებს. და მე ეს თავის ჩათები, ჩეთისთვის ჰქონდათ რა, თავის ჯგუფებში რო გაივცელებინათ, რომ მე დამსაჯეს გუშინდელი ამბის გამო და ეს გადაღებული, აი მაგალითად მე როგორი ასოციაცია გამიჩნდა, იცი, აი ხარებასთვის რო ცემენ ვიდეოებს რო უღებენ და მე რო უგზავნიან, რომ აი ჩაიბარეთ. ჩაგვეთვალა ეს, რომ ამას გაუსწორდი თუ რაღაც. ეგეთი კუთხით ის მადლობა რომ გადაიღეს. ყველაზე მაგრა რასაც უფრთხიან არის ეს საჯაროობა თავიანთი დანაშაულს როცა ჩადიან. იმიტომ რომ ჩემ ცოლსაც ცდილობს გელა სამხარაული ტელეფონი წაართვას. რატო არ? რა მოხდა რეალობა ავსახეთ, ხო? როგორ თავს დამესხე? მე იდენტიფიცირება ჯგუფში, ვისაც ვეშხებოდ, სამი ადამიანის იდენტიფიცირება გავაკეთე. ეს არის სანიკიძე, ზარქუა და გელა სამხარაული. ეს ჯგუფი რომ მოხდა შემდეგ ცალკე პოლიციას მე გამოვუძახე რა, მე ვამბობდი რომ ორგანიზებული თავდასხმა იყო ჯგუფური წინასწარ დაგეგმილი, იმიტომ რომ ამის ყველანაირი ფაქტი არსებობდა და მე ვიყავი თავდაცვაში. პოლიციამ მოკლედ აქ მე დავნივირთარდა რომ გოგოლაძე გადაიყვანეს, მე მითხრეს რომ მე თავისუფალი არავის არ დაუკავებიყვარი რა. პოლიციაში რომ გამოცხადებული ვიყავ, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ აი ეს პროცესი გაევლოთ და ეგრძნოთ იმუნიტეტი როცა არიცავს რა ხდება. მე წავედი პოლიციაში თავისუფლად, მალევე 2 საათში, ოღონდ აი უამრავი ადამიანი წერს რაღაც ვერ უპასუხებს და მე მგონი რომ პოლიციაში მივალ ამჩვენებას მივცემ რაც როგორც იყო და მალევე წამოვალ რა. პოლიციაში მივედი, თავიდან წამოვაღაც. მე რა როგორ განვითარდა მაგის დეტალებს ვერ ვისაუბრებ, არც საინტერესო არის მართალი რო გითხრა. მაგრამ მეც ესე იგი აღმოჩნდი რომ იზოლატორში გადამიყვანეს. შენც აღმოჩნდი დაკავებული. მეც აღმოჩნდი დაკავებული, ტელეფონზე წვდომა აღარ მაქვს. ჩემი მეუღლე არის დატოვებული მარტო. როგორც მოისმინეთ, აბუ-დაბის პოლიციამ ჯერ ლაშა გაბიტაშვილზე თავდამსხმელი ეგრეთ წოდებული დეპუტატები დააკავა. ამის შემდეგ კი გაბიტაშვილს მოუწია, რომ იზოლატორში ჩვენების მისაცემად მისულიყო, თუმცა ჩვენების მისაცემად მისული ისიც დაკავებული აღმოჩნდა. რა მოხდა ამ პერიოდში იზოლატორში და რატომ მივიდა საქმე გაბიტაშვილის დაკავებამდე, ამაზე დეტალურად ლაშა გაბიტაშვილი არ საუბრობს, თუმცა საინტერესოა ისიც, რაც ამის შემდეგ ხდება. გაბიტაშვილი იხსენებს, რომ იზოლატორში მან გარკვეული დრო სწორედ ამ თავდამსხმელ დეპუტატებთან
ჯგუფთან ეგრეთ წოდებულ დეპუტატებთან ერთად გაატარა და ჰქონდა მათთან პირისპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას კი მათ შორის იყენებდა იმის ახსნისთვისაც, რომ მას არ ქონია პირადი შურისძიების მცდელობა და რომ ის იყო მსხვერპლი მოქმედებების, რომელსაც მიმართეს ამ ეგრეთ წოდებულმა დეპუტატებმა. საბოლოოდ საქმე აღიძრა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, რადგან სწორედ ასეთი იყო თავდაპირველად ლაშა გაბიტაშვილის ბრალდების შინაარსი, თუმცა როგორც ჩანს მოგვიანებით გაბიტაშვილმა ბრალდების შინაარსი შეცვალა და საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ მასაც და მასზე თავდამსხმელებსაც მიეცათ შესაძლებლობა ჯარიმის გზით გათავისუფლებულიყვნენ და მოგვიანებით დაეტოვებინათ ქვეყანას. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ზარქუას და მისი თანხლები პირების გათავისუფლება ეს გაბიტაშვილის ერთგვარი წყალობა და იმის დამსახურებაა, რომ მან ბრალდების შინაარსი შეცვალა. ამ დროის განმავლობაში გაბიტაშვილი იხსენებს იმასაც, რომ ზარქუა და სანიკიძე ცდილობდნენ თავიანთი დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებასაც, დეპუტატის იმუნიტეტის გამოყენებასაც, თუმცა უშედეგოდ.